ძალიან ძლიერი ბრძოლა გველოდება. ორი საქართველოს ჩემპიონი, ერთი 21 წლამდე, ერთი 20 წლით. რაუნდით. აი, აქტიურად დაიწყო ახლა. კარგად მუშაობს დგომში. ლოუ-კიკები 2. ლოუ-კიკები, ნახოთ რა შემოგთავაზობს. ძალიან აგრესიულია ფერაძე. ესეთი ბრძოლა აჩვენა საქართველოს ჩემპიონატშიც. ეფექტური. კარგად იქნებს ფეხებს. ხოზაშუმ უფრო ჯერჯერობით. თავი აი ხა ეცა და კაკას გადაიყვანა, ნახოთ ზურგია. წინა მხარეს უნდა დატვირთოს, კედელთან მიიყვანოს და ჩაყვანას სადოს, ან უკანა გდება უნდა გაუკეთოს. ჯერჯერობით რამინი. ჯერჯერობით იცავს. ჩავიდა ქვევით. აი აქაც უკვე დაძაბული ბრძოლა გველის. ორი ძალიან კარგი ახალგაზრდა ბრძოლა. მე რასაც ხედავ, იმდენ დაცვას ვატყობ. უფრო კოორდინაციით იცავს თავს ვიდრე ხელები. და ალბათ კარგი ფიზიკურად კარგი ჯანზე იქნება. აი წამოწია. კი, გადაიყვანა. გადაიყვანა ლაშა. ზურგი მიცა ახლა. აი ფეხი უნდა აუღოს, მაგრამ ჯერჯერობით არ აუღოს, ხელი აუღო. წამოდგა. ისევ და ისევ გრძელდება კედელთან. გააკონტროლა ახლა ხოზაშვილმა. საჭირო ალბათ მუხრებით მუშაობა, რომ ქულები მაინც დაიწეროს, მარტო კონტროლში არ გადაიყვანა. ესეც ქულებია. ძირითად ძლიერ პოზიციაზე ვერ გადის ატომღაც, მარტო წელი უკავია, ჯერჯერობით ალბათ ძნობს, რომ მოწინააღმდეგეს თუ გაუშვებს ამ პოზიციაზე შეცვლის, ძალა აქვს. ეს ხარტი ბიჭია ეთქობა ისიც. არის მომენტები. აი, ფეხებს შარტმა ეს ლეგალურია. კიდევ ერთი ჩაყვანა. კარგია. ზურგი აუღო არც უშვებს. ჯერჯერობით ვერ ნახა გამოსავალი რომ გაიქცეს აქედან. ეს სწორიცაა, იმიტომ რომ ძალიან კარგად მუშაობდა ფეხებით, აი მოვიდა. კიდევ ერთი გდება. კარგად მუჭირებს ზურგი და კი, არ აძლევს არანაირ საშუალებას რომ და ეცადოს რამინი რომ გააშვება. გადაკოტრებას ცდილობდა, მაგრამ შეცდომა დაუშვა. მებრძოლია ძალიან თეთქებადი. შეცდომა დაუშვა და არ მისცა იმის საშუალება რომ გადაკოტრელებულა. ლაშა. ლაშა კარგად აკონტროლებს. ჯერჯერობით და გარზე ჭიდაობს. შორის ლაშა ბექგრაუნდი ჭიდაობა არ არის. იმდენად ყველგან კარგად ჩხუბობს, მაგრამ უფრო კონტროლში, აი მომენტებს არ ცვლის რა, აი ხა გიორგისთან ისწავლა ჭიდაობა და მის სტილზე. აბატაძემ უკვე მოხოდა როგორც მოჭიდავეს სტილი და დაუმატა მის დგომას და შეხედავთ უკვე კინბოქსინგის სტილი არ აქვს, ბოქს სტილი აქვს და ფეხებში რო უწყავდნენ უკვე არაკომფორტული იყო და უკვე გადაერთო ჭიდაობას. სწორიც არის, მე მაქვს რამინის ბრძოლები, ნახე ძალიან აგრესიული მებრძოლია და ძალიან ეფექტურ დარტყმას აკეთებს. პირველი რაუნდი სწორი ტაქტიკით ჩემპიონატის ლაშა ტაქტიკა იყო ახლა აუცილებლად იმიტომ რომ ჭიდაობა ერჩივნა, იმიტომ რომ ყველასას ფეხებში გიტყავს ნელია რომ დარტყმით დაიჭირო რა ბოქსის დარტყმით. შეიძლება ძლიერი დარტყმა გაატაროს. ნახოთ რა იქნება მეორე რაუნდში. აი, მგონია დაღლილი იყო ახლა. აი ტაბაკაძე უნდა რომ ისე გააგრძელოს, არაფერი არ შეცვალოს. ლოგიკურიც არის, არც უნდა გარისხოს. სავარაუდოდ მოწინააღმდეგე გუნდი ეუბნება რომ დისტანციაზე დაიჭიროს და სწრაფი შეცვლებით დაარტყას. რასაც მე ვაკვირდები, ეს 3 თუ 4 ბრძოლა ვნახე ამ ის საქართველოს ჩემპიონატზე. აი აგრესიულად შედის დარტყმებით. უფრო ვიდრე აი დისტანციურად მეორე ნომრად არ მუშაობს. ნახოთ აი თუ დაუვარდება ძლიერი დარტყმა თუ მოარტყამს. აი დაიწყო მეორე რაუნდი. წინ კიდევ 2 რაუნდია, ეს ერთი და შემდეგ მესამე რაუნდი. 6 წუთი დაჭათ ბიჭებს სულ იმის გამო რომ გაიტყვეს ვინ არის გამარჯვებული. აი ხელები დაიწყო რამინა, აი ისე იგივე. კაბა გამოვარდა, მაგრამ მაგას არავინ არ აქცევს ჯერ ყურადღებას. ჯერობით იცავს კარგად. კასა მიიყვანა ხელები შეკრა და აი კარგად შევიდა. ან გამოცელოს და ეგ არის კი გამოცელა და ჩაიყვანა უკვე გადავიდა კონტროლში. ლაშას გამოუვადა კაპა სავარაუდოდ. დაელოდება მომენტს და შემდეგ დაუბრუნებს მანამდე აცლის ბიჭებს. აი უკვე ამ მომენტში უნდა დაუბრუნოს, აი. დაუბრუნა უკვე კაპა.
არაფერი არ შეცვლილა, მითითებებს მიყვება ლაშა, აუღო ზურგი, კარგად აკონტროლებს. თუმცა ადგა რამინი თუ გადაატარა კოორდინაცია კარგი აქვს, მაგრამ აი ძალიან და ალბათ ფიზიკურად ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ ადვილად ვერ აქცევს. ასე ადვილად ჭიდაობის დეფენსი სულ სხვა არის ახლა მაგალითად. აი ხელი აუღო, ახლა უკვე გამოასწორა. ხელი აუღო. შეიტანა ახლა. მაგრამ წელის ჩატრიალებას და დისტანციის გაკეთებას არ ცდილობს რა, აი ეგ მინუსი აქვს. ხელის არ აქვს ბოლომდე აღებული, ნახე. დება დაუპირა. აი ხა პირიქით დააგდო. ეს ზალის ხარჯზე კი ფეხი მიცა. აი აქ ფეხი რომ მიცა, ფეხის დაცვაზე უნდა წასულიყო ვიდრე დარტყმაზე, მაგრამ არა აგრესიული, როგორც გითხარი, აგრესიული მებრძოლია. კი, ბოლომდე ჩხუბობს. საკმაოდ სანახაობრივ ბრძოლას აჩვენებს, ბოლომდე ჩხუბობს. კარგია, ცდილობს რომ გადმოიყვანა კიდევაც, მაგრამ ხოთ დაიღალა ლაშა მე მგონი. კი, ძნელია ახლა. ალბათ ძალიან ფიზიკური მებრძოლი გახდა რამინი და აი უკვე რაღაც შეიტანა, უკვე უჭირს გადაყვანა. უკვე შეტრიალდა ეს უკვე დაღლის შეტრიალებაა კედლისკენ. კი, ახლა უკვე რამინი აკონტროლებს მუხლები. ისეთი არაფერი. ფულ მაუნტი, ნახოთ ახლა. აი აქედან თუ გდება არ გაუკეთა დაღლილი ვარიანტში, ალბათ ახლა შეიძლება დააფინიშოს ეს ბრძოლა. ზურგი მისა, უნდა გაიქცეს და გააჩერებს საჯი. უნდა გაიქცეს, გაიქეცი, მაგრამ ჯერჯერობით დარტყმები მიდის. კარგად მუშაობს რამე. ეუბნება რომ თავი დაიცავიო, თავს იცავს. ფეხი აუღო და გააჩერა. გააჩერა, ვეღარ იცავდა უკვე. დაღლილობის ხარჯზე. აი მარჯვა რამინ ტექნიკური ნოკაუტი. ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში. ძალით საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში პირველი რაუნდი დათმო ალბათ მაინც. ფიზიკური განძლიერებით აჯობა. მაგრამ კი, აი ნახეთ, დაღლილი არ ჩანს პირიქში რომ შეხედოთ. ახალგაზრდა ბიჭია, დაღლილი ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აკონტროლებდა პირველ რაუნდში, მეტწილად. უფრო დაიხალა. ერთსაც აღნიშნავ, ხელით კონტროლი ჭიდაობის დროს ძალიან დამღლელია. უფრო ურჩევდი რომ ანუ ადვილად ვერ აკონტროლა. ყველა პოზიციაზე წამოდგა რამინი და ცდილობდა გამოოსვლებს. და მაგითო ფიზიკური დაიღალა. კონდიციები დაჯობა. ფიზიკური კონდიციები დაჯობა და კაკას პარტნერში წააგო. გეიმპლანი კარგი ქონდა, მაგრამ დიხანია გამძლეობა მას შეუწყო ხელი. By TKO, Ramin Peradze! გაიმარჯვა რამინი ფერაძემ. გურამ ფაით კლუბი მიულოცოთ მას.